ფარული მოსმენების ახალ კანონთან დაკავშირებით შეხვედრები იმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა უკვე დასრულდა. მოძრაობა SCHEN გეხებას წარმომადგენლება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კანონპროექტზე საკუთარი შენიშვნები წარუდგინეს. ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს და აღნიშნულ კანონპროექტზე სამოქალაქო სექტორთან ერთად მოლაპარაკების გამართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ანა წერეთელი გვერდება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ანა, რა განცხადებები გაკეთდა ადმინისტრაციაში? მიშა, პირველ რიგში გეტყვით უახლოეს ინფორმაციას, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბოლო შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მობილური კომპანიების და ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლები. მათი ნაწილის თქმით, მათ ასევე აქვთ შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, მათი თქმით, არის რამდენიმე პრინციპული საკითხი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც მათი თქმით ეს იქნება ფარული მიყურადების რუსული ვერსიის მხარდაჭერა. ავიარეთ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოწვევით აღნიშნული კანონპროექტი. სამწუხაროდ 2 დღის წინ მივიღეთ აღნიშნული კანონპროექტი, გავეცანით და რაღაც შენიშვნები გვაქვს, რომლის თაობაზეც მოვახსენით შეკრების მონაწილეებს. რეალურად არსებობს ორი მიდგომა, არსებობს ევროპული მიდგომა, რომლითაც გასაღები არის კერძო ოპერატორების ხელში და გასაღების დატრიალებაზე და ჩაწერის განხორციელებაზე ჩაწერას ახორციელებენ ამ შემთხვევაში ოპერატორები. ეს არის ევროპული მიდგომა და არის რუსული მიდგომა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურს აქვს პირდაპირ წვდომა საკომუნიკაციო საშუალებებთან. ჩვენ საბოლოო ჯამში მივედით რუსულ მოდელზე. დღეს ეს არის, რასაც პარლამენტი განიხილავს, ეს არის რეალურად რუსული მოდელი. ჩვენ მიგვაჩნია მთავარი პრობლემა იმ კანონპროექტს, რომელიც განიხილება პარლამენტში, არის ის, რომ ის არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს. პირველ რიგში არ არის დამოუკიდებელი დისტანცირებული გამოძიებისგან, გვაქვს ანგარიშვალდებულების, ასე ვთქვათ, მანკიერი სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს ეფექტურ ანგარიშვალდებულებას. გვაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკურად კვლავ შესაძლებელი იქნება ფარული მიყურადება ისე განხორციელდეს, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერ გაიგოს. უნდა ვალდოთ თუ არა ვეტოს პრეზიდენტისგან ეგრეთ წოდებული მოსვენების კანონთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს. ანა დოლიძის განცხადებით ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით არის ნაადრევი, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასწრაფოდ კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას და საუბრობს იმაზე, რომ იქამდე ვიდრე საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის კომიტეტებზე გატანის შესახებ, გარკვეულ საკითხებზე მოხდეს შეთანხმების მიღწევა. დღესდღეობით ჩვენ დაგაპიტებული გვაქვს ხელები და ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკანონმდებლო მუშაობაში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. თუ ამის საშუალება მოგვეცემა და თუ კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ დაჩქარებულ რეჟიმში, ვფიქრობთ გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ის კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია და რომელიც რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს. შესაბამისად, რაიმე ვეტოზე ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღესდღეობით ნაადრევია. ეგრეთ წოდებული მოსვენების კანონთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ცნობილი არის, რომ სახალხო დამცველის აპარატი სუსის ფარგლებში ეგრეთ წოდებული გასაღების დატოვებას ეწინააღმდეგება. უნდა შესრულდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ ასეთი გასაღები უნდა კონტროლდებოდეს და უნდა იყოს ამ სტრუქტურის გარეთ. აქ საუბარი არის იმაზეც, რომ წლების განმავლობაში სწორედ სამართალდამცავი სისტემა, უსაფრთხოების სისტემა იყო რეალურად იმ ასობით და ათასობით დარღვევის უკან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, ნდობა, რომ ამ სტრუქტურებში გასაღების დარჩენის შემთხვევაში იარსებებს საზოგადოებაში არის საკმაოდ მცირე. რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდობა მოსვენების კანონთან დაკავშირებით პარლამენტში ხვალ იგეგმება, სწორედ ხვალ მოხდება პირველი მოსმენით უმრავლესობის ნაწილის მიერ ამ კანონპროექტის გატანა. ამ სხდომებზე დასწრებას ასევე გეგმავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ეს ანა წერეთელი იყო პრეზიდენტის